ცეცხლი ოლიგარქიას ბოლომდე ეს შეძახილები ისმის ამ წუთებში თბილისის მეტროში. ივანიშვილის მმართველობას და ოცნების რეპრესიებს მოქალაქეები ახლა უკვე მიწისქვეშა ტრანსპორტში აპროტესტებენ. რეჟიმი ხალხს ვერც დაჭერებით აშინებს და ვერც ჯარიმებით. პარალელურად დემონსტრანტები იკრიბებიან რუსთაველზეც და მარჯანიშვილზე, სადაც საპროტესტო მარშისთვის ემზადებიან. ახლა ხატია სამხარაძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში და გვაჩვენებს რა ვითარება ადგილზე. ხატია პირდაპირ ეთერში ხარ. თავდაპირველად შეკრების ადგილი იყო ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორია, თუმცა ტრადიციულად შესთავაზეს აქციის ორგანიზატორებმა მონაწილეებს განსხვავებული გეგმა სპონტანურად მათ გადაწყვიტეს, რომ წამოსულიყვნენ მარჯანიშვილის მეტროთი და ასევე საპროტესტო შეძახილები გაიჟღერებინათ მათ შორის ტრანსპორტშიც და ისე მიეცვდინეთ ხმა სრულიად ქართული საზოგადოებისათვის იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა წერტილში დედაქალაქის ყველა კუთხეში უნდა ისმოდეს საპროტესტო ხმა და საპროტესტო შეძახილები. ახლა ისინი არიან უკვე მარჯანიშვილის მოედანზე და შემდგომ უკვე უცნობია თუ როგორ გააგრძელებენ გზას და რა მარშრუტით სწავლენ, თუმცა რაც დანამდვილებით ვიცით არის ის, რომ საბოლოო გაჩერების ადგილი იქნება დედაქალაქის მთავარი გამზირი, როგორც ეს ხდება უკვე 361 დღეა. ყველას პათოსი და მთავარი სათქმელი არის ერთი და კონკრეტული, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მათ შეჩერებასთან დაკავშირებით ქართულმა ოცნებამ ვერც ერთ შემთხვევაში ვერ აღასრულებს ვერც ბიძინა ივანიშვილის გუნდი და ვერც მას დაქვემდებარებული პოლიცია ამ გეგმას და რომ მოქალაქეები იქამდე იბრძოლებენ სანამ არ გაიმარჯვებენ. ხედავთ, რომ ბოლო დროს რეჟიმმა განსაკუთრებით მოუჭირა მარწუხებს და განსაკუთრებით ცდილობს პროტესტის ჩახშობას, ჩვენ შეშინებას, თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა ბრძოლას ვაგრძელებთ. ეს იყო მსვლელობები, რომლის მთავარი მიზანიც არის ხალხთან მიტანა პრობლემის, იმიტომ რომ პროპაგანდა ცდილობს საზოგადოებას აჩვენოს, რომ თითქოს პროტესტი გაჩერდა და ზუსტად დღესაც ავლაბარსთან შეხვედრის მიზეზი და მიზანი სწორედ არის ის, რომ დავჩვენოთ ხალხს, რომ პროტესტი გრძელდება. როგორც რეჟიმი გვიპირისპირდება და ცდილობს ყველა ჯერზე შეაჩეროს პროტესტი, გააჩუმოს ადამიანები, ჩვენც უპირისპირებთ სხვადასხვა მეთოდებს, იმიტომ რომ ეს არის ცოცხალი პროტესტი, ცოცხალი პროცესი, როცა ადამიანები ეძებენ გზას, რომ რეჟიმი გამოიყვანონ წყობრიდან, რეჟიმი მოარყიონ და ჩვენც დღეს გადავწყვიტეთ 2 კვირის თავზე, აი ამ მარშებიდან, ეხა ავლაბრიდან შევახსენოთ ადამიანებს, რომ ქვეყანაში არის მძიმე პოლიტიკური სიტუაცია, ქვეყანა კარავს თავის იდენტობას, ამიტომ უნდა გამოვხიზდეთ, ვიყოთ გარეთ და ვებრძოლოთ რეჟიმს. რეჟიმის წარმომადგენლებს ერთი რაღაცა არ ესმით, რომ ჩვენთვის მთავარი ღირებულებაა სამშობლო და მაგით განსხვავდებით ერთმანეთისგან. როდესაც ჩემს სამშობლოს მიკლავ, მაშინ ჩემთვის არც ციხეში გატარებული დღეებია რაიმე მნიშვნელობის და არც რაიმე სხვა. ამისთვის მე ბოლომდე ვიბრძოლებ და ამისთვის იბრძოლებს აქ თითოეული ადამიანი, რომელიც დგას და რაც უნდა რეპრესიული კანონები მიიღონ, არანაირი აზრი ამას არ აქვს და რაც მალე მიხვდებიან თვითონ რომ ამით უბრალოდ დროს კარგავენ და ენერგიას კარგავენ, მით უკეთეს. ისეთი ცუდი რამეები ხდება უკვე ისე ვითარდება მოვლენები, რომ ვეღარ ვეწევით. აი მაგალითად აი ბოლო რაც მსხვილი მახსენდება ემიგრანტებს, რომ წაართვეს იგივე პასპორტის სართმევა ნიშნავს, თუ კი მოქალაქეობის თავარ შემადგენელ ნაწილს მართმევ, ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეობასაც მართმევ და ამიტომ რავი, ყველა უნდა გამოვიდეს ჩემი აზრით და გააპროტესტოს. ახლა სახლში დარჩენა აღარ შეიძლება. ეს განწყობები პრინციპში არ შეცვლილა მთელი ამ 1 წლის განმავლობაში. შეიძლება რაღაცა მომენტში უფრო მძაფრია, რაღაცა შემთხვევაში უფრო ნელდება, მაგრამ მოლოდინი ის რომ დაგვაკავებენ, შეიძლება რაღაცა ფიზიკური ზიანიც მივიღოთ, მაგრამ ამას შეგვებულია ყველა და არაფერი ახი არ იქნება. ბოლო დღეებს თუ გავითვალისწინებთ, ალბათ დღესაც იქნება ძალიან გამძვინვარებული პოლიცია. დაიწყო მსვლელობა, ახლა უკვე აქციის მონაწილეები მიემართებიან ზედა ქუჩებზე. პოლიცია მართალია აღმართა ცოცხალი კედელი საზოგადოებასა და საავტომობილო გზას შორის, თუმცა ვერ შეძლეს ამ პროტესტის გაჩერება. ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ აქციის მონაწილეები სავარაუდოდ წინამძღვრიშვილის ქუჩის ან ჯავახიშვილის ქუჩის გავლით გადაინაცვლებენ. ისინი დღეს გააჟღერებენ საკუთარ საპროტესტო შეძახილებს ახლა უკვე მარჯანიშვილის მოედანზე და ეს იქნება მათი პროტესტის გამოხატვის ფორმა. თავდაპირველი გეგმა იყო სხვანაირი, თუმცა პოლიციას ისინი აბნევენ მაქსიმალურად და მომენტალურად ცვლიან გეგმებს. ამ ეტაპზე სავარაუდოდ ისინი როგორც უკვე გითხარით, არის
ინამძღვრიშვილის ან ჯავახიშვილის ქუჩის გავლით სწავლენ და შემდგომ უკვე გადაწყდება, როგორი იქნება მათი შემდგომი მარშრუტი.